გამარჯობა, მე ისევ მაქსი ვარ და დღეს ისევ რაღაც საჭმელ უნდა განვიხილოთ. რენდომ პროდუქტიც გვექნება მაღაზიიდან. ეს არის mac and cheese. ადრე მომწერა და იქნება გამოგვიგზავნითო პროდუქტებსო და გასინჯოვო და მეთქი რა თქო რა არ მიყვარს ეგეთი რაღაცები. მეთქო და როდესაც მე თვითონ მოვალ თქვენამდე თქო და აგერ მოვედით. დაწერეთ კომენტარებში რა გინდათ რომ გავსინჯო შემდეგ ვიდეოში. ეს დამეხმარება რომ ავარჩიო რაღაცები ისეთი რაც თქვენს გაინტერესებთ. ხა mac and cheese არ ვიცი ამდენ გაინტერესებთ. აქ გვაქვს mac and cheese-ის რეპი და mac and cheese-ის სენდვიჩი როგორი უნდა იყოს არ ვიცი, თან ამას ქვია კუბდარ სენდვიჩი. რაღაცა ეგრე ერქვა რა. აქ არის ერთი მექსიკური mac and cheese, ერთი ქათმის mac and cheese, მე მგონი ეს მექსიკური, იმიტომ რომ აქ ჰალაპენიოები ეტყობა. ეს mac and cheese ჩვეულებრივი, ეს იყო ბესტსელერი. აქ არის რაღაც სნეკი, ბურთები mac and cheese-ის, კუბდარ სენდვიჩი და ქათმის რეპი. ყველაფერი ეტაპობრივად დავაგემოვნოთ და სადღაც შუაში რენდომ პროდუქტიც ჩავუკვეხოთ, რენდომად ამოვირჩიე და ეს არის ხორცის ჩიფსები. ძალიან საინტერესოა ხორცის ჩიფსები. ძალიან კაი მოვლენაა. სხვათა შორის ხორცის ჩიფსები თუ არსებობდა, მე პირველად გავიგე. 5 ცალი ჩანგალი არის გამოგზავნილი. რიცხვი 5 მიყვარს ძალიან. ერთიანი და ხუთიანი მიყვარს და ერთიანი უფრო რა. კაროჩე, დაიკიდე. კაი, მაგრამშია და დავიწყოთ რა. მოდი დავიწყოთ. მექსიკური mac and cheese გადავწიოთ. კუბდარ სენდვიჩიც გადავწიოთ დროებით. ეს სნეკი დავიტოვოთ, რომ ამოვკრათ ხოლმე და მივაყოლოთ ხოლმე რაღაცებს. აი, რა ვიცი, რაღაც ბურთულებია შეხედე. ეს საინტერესოა რა არის, მაგით ხო არ დავიწყო. არა. დავიწყოთ chicken maki. ფუ რა ნიურის სუნი ამოვარდა. აუ, აი ნიურიანი საჭმელი არ მიყვარს რა. ნუ ეხა ეს ძალიან სუბიექტური რაღაცაა, მე ნიური არ მიყვარს რა, მაგრამ ალბათ ნიური ბევრს უყვარს და ამის გამო ეხა არ გავატრაკებ. mac and cheese, ყველიანი მაკარონი, ანუ მე მაგრად მევასება რა, ძალიან მიყვარს და მე თვითონაც გამიკეთებია არაერთხელ სხვადასხვა ყველებით. ძალიან ნიურის გემოა. აი შეხედე. ესეთი ყველიანი მაკარონი და ზევიდან აქვს რაღაც соуსი და ქათმის ხორცები მოყრილი. აი მეზის ხახს და ნიორს თითქმის არ ვჭამ რა. თუ ვიცი რომ საჭმელს ნიორი აქვს არ ვჭამ. ყველის ნაკლებობა შეენიშნება ჩემი აზრით. მაგრამ ნორმალურად აქვს რა. სათუწუნოდაც არ არის საქმე. ხორციც ნორმალურად აქვს. ვერ იტყვი რომ რა მიაკლია. აი ესე გამოიყურება. გემრიელი საჭმელია. ხორცი არის რბილი, მაკარონი არის გემრიელი, ოდნავ ცხარეა. აი ძალიან ოდნავ ისე რომ არავის არ შეაწუხებს ამის სიცხარე. წარმოვიდგინე სამსახურიდან შესვენებაზე ეს ჭამე და მე რაღაც უფროსთან გაქცე ლაპარაკო და მიდიხარ და ლაპარაკები და რა ხარ იმისოთ. აი ეს პორცია ღირს 19 ლარი. ჩემი აზრით ერთ ადამიანს, ერთ მშიერ ადამიანს სრულიად დაანაყრებს. საკმაოდ ნორმალური ზომა აქვს. ნუ პატარა ყუთი კი არის ცოტა, მაგრამ სავსი არის ბოლომდე და თან ისეთი რაღაცებისგან შედგება რომ ნოყიერია რა. ამას ალბათ ნაღები ექნება, ყველი ექნება. შეიძლება კიდე რაღაც სხვა რძის პროდუქტებიც ჰქონდეს. ხორცი აქვს. მინუსი იმაში რომ ნიურის უნდათ ესე რენდომად არ უნდა აგაყროლონ ეგეთმა საჭმელებმა ჩემი აზრით 8 კულას დავუწერდით, მაგრამ 7 კულა, იმიტომ რომ ძალიან ნიურის გემო აქვს. გადავიდეთ შემდეგზე. შეჩემა. კაი კოქსი რა, ძმაო, აღარ შემიძლია, მე დაკაწრული ვარ. აქ რო ვზივარ, კალთაში მიდის კოქსი. და მე დადის თავისი კლანჭებით და პორჭყნეს რენად, როცა სამუშაოდ ვარ ხოლმე, მაშინაც ეგრეა და მთელი ბაყვები მაქვს დაკაწრული, მე ამ კატისგან აღარ შემიძლია. მოდი აბა ეს სანამ გაციუდება. соуსი მოყვა, რანჩს გავს. ნახოთ ერთი რა არის. წელვადი რაღაცა მგონია რომ იქნება შეხედე. კაია. ყველა მაკარონი არის ესე დაგუნდავებული, დაბურთული. მე საფხანოში და მე შემწვარი. ძალიან კაია. ოჩახ. ეს მაგრა გამისწორდა. არც ნიურის გემო აქვს, არც რაფერი მსგავსი და ძალიან გემრიელია. 17 ლარი ღირს და არის 2, 4, 5 და 6 ბურთია.
და კაი მოშინი ბურთებია რა, ეხა პატარები ნახდად არ არის. მაგარი რამეა. ამ საღამოს ეს მაგრა გამისწორდება. და კიდე იცი რა გამისწორდება ამ საღამოს. სახელოსნო. ეს ლუდი მაგრა მიყვარს. აბა წავიდა ააფეთქე. ჰუ! ჩემი ჰანტელაჭიქა თუ კათხა, თუ როგორც არის. ძალიან კაფდება მაშინ რო ვასხაო თუ არა. სხვათა შორის დღეს პახმელიაზე არა ვარ. უბრალოდ ისე მინდა ლუდი რა. ოღონდ ჩემი აზრით ლუდი უნდა დალიო კათხიდან რა. კათხიდან ვაფშე სხვა გემო აქვს, სხვანაირად შეიგრძნობა ლუდი ვიდრე ფოთლიდან რა. ძალიან ფილოსოფიაში ნუწახვედი მაქსიკო. მოდი შემდეგი იყოს ქათმის რეპი. საინტერესოა მაკენჩიზის ქათმის რეპი როგორი უნდა იყოს. ვა, კაი ნორმალური ზომა აქვს. ნახოთ. მაკარონი ძევს. რა ხდება შეგნით ჩემი ვერ ვიგებ. რა არის აბა ეხლა ეს? შიგნით დევს ყველიანი მაკარონი და ქათამი. ყველიანი მაკარონი რაღაც გარნირად დევს შიგნით და ქათამი მოშნად რა. ძალიან საინტერესო და კრეატიული ხალხი ხართ რა. არ ვიცი ხა საინაღაც მოპარული იდეაა თუ დამფუძნებლება მოიფიქრეთ, მაგრამ გემრიელია ჩემამზე, რა გავაკეთო. პური გარედან არის ტორტილას მსგავსი, ანუ აი რო იფრხნება ხოლმე ეგეთი ლავაში არ არის, უფრო წელვადი პური რო არის, ხო იცი ეგეთია. ყველიანი მაკარონი, მჟავე კიტრი, სალათის ფურცლები, რაღაც соуსი და იგივე ქათამი, რომელიც წეღან ეყარა ზეიდან ჩვენ მაკენჩის. 18 ლარი ღირს. და ისეთი ინგრედიენტები აქვს, რომ ერთ ადამიანს დააკმაყოფილებს რა. რადგან ცოტა ზომაში პატარაა, შეიძლება უცებ შეჭამო და 1-5 წუთი გეგონოს რომ კიდე ქშია, მაგრამ აუცილებლად დაგანაყრებს რა. მაგრამ შეიძლება მალე მოგშვიდეს ცოტა, იმიტომ რომ თეთრი ფქვილები აქვს. ჩემი აზრით ამას 8 ქულა ეკუთვნის. რაში ვაკლებ ქულას კი არ ვიცი, ალბათ ზომაში რა, იმიტომ რომ ცოტა პატარაა. მაგრამ ჩემი რეკომენდაცია გასასინჯია, ესეც და ისიც. მოდი ახლა რადგან ლუდი შემოვიდა საქმეში, გავსინჯოთ ჩვენი რენდომ პროდუქტი მაღაზიიდან. სუხი ნიჩი რა რაღაცა, რავი რა წერია აბა, წერია ოკუპანტურ ენაზე, წაიკითხეთ. ერთი არის ქათმის, ეს არის ქათმის და ის მეორე არის ღორის. აქ უნდა იყოს ხორცის ჩიფსები, 5.50 ღირს ფრესკოში ვიყიდე. ყველა სნეკი არის ნახშირწყლების ბომბი, იმენა ჭამდა მეორე დღეს იგუძებ 3 კილოთი მძიმე და რაღაცა ცილოვანი სნეკები. ისეთი ადამიანებისთვის, რომლებიც არიან მსუქნები, მაგალითად, თქვენი მონამორჩილი. არის ძალიან მნიშვნელოვანი. არ ხაშნობს. არა. აი ეს არის ჩაფხნილი შიგნით, აი. პატარა ნაწილებად, მაგრამ გემრიელია. 40 გრამი და 5.50 ლარი, ძალიან ძვირია რა. 25 გრამ ცილას იგებ დაახლოებით რა. ამ კათხიდან ლუც ვერ ავსვავ რა. წესიერად იღვრება რაღაცნაირად. ეს ქათმის კაია, მაგრამ ძვირია რა 5.50 რა ამბავია. ხემოდა 2.80 უფრო მესია მომნებოდა. ცუდი ისავე პროცესირებული ხორცია, პროცესირებული ხორცი იწვევს კიბოს, ესე ამბობენ, არ ვიცი. ეს სამედიცინო განცხადება არ არის. ლუც სითხოს, მაგრამ მარილიანია და ღეჭვადი. გამომშრალია და სუბუქია და ბევრია რა. 40 გრამიც ბევრია. გავგიმარჯოს, აღარ ჩამოვისხა იქნებ. კომენტარებში დამიწერა ერთმა ჩემმა გამომწერმა, რომ დავაკვირდი რომ ქათმის რაღაცებს რო ჭამო, გევასებაო და შენ მე მგონი ქათამი გიყვარსო და კი მეგობა რომ ყოველ დღე ვჭამ თითქმის ქათამს, ქათმის ფილეს. ესეც 5.50 ღირს. ლუდზე არის იდეალური მესაყოლებელი რა. არ ვიცი, შეიძლება რუსეთული პროდუქტია. ნახდად არ ვიცი, მაგრამ არ ვიცი ხა, ამ შემთხვევაში მაგას მნიშვნელობას არ ვანიჭებ რა. მეუბნებს საჭმელს და არა მეზობელი ქვეყნის პოლიტიკას. ამასაც აქვს 55 გრამი ცილა და დაახლოებით 120 კალორიაა მთლიანზე რა. არ ძალიან ცოტაა. და საჭმელი არის ძალიან მოწყობილი. კაროჩე ეს კაი რაღაცაა რა. იმისთვის ვინც შრობაზეა, ჭორკობაზეა ან რაღაცა. ჯანსაღი ნაკლებად არის, იმიტომ რომ გადამუშავებული ხორცია და მარილიანია, მაგრამ მაინც კაია წონის კლებისთვის და შენარჩუნებისთვის. ფასის გამო დავაკლებ ან ქულას და 9 ქულას მივცემ ორივეს. ორივე გემრიელია, ვისაც ქათამი მიყვარს, ქათამი მოეწონება, ვისაც ღორი მიყვარს, ღორი მოეწონება. ან უბრალოდ ხორცის მოყოლოს ორივე მოეწონება რა, იმიტომ რომ დიდად ხორცის გემობა შერჩენილი აღარ აქვს, უფრო სუნდულების გემოსკენ მიაქვს. გაასწორა. კარგია. ვიძახდი რომ მარტო ერთ კათხალუდს დავლევ მეთქი და მეორეს აღარ დავლევ მეთქი, მაგრამ ის სულ დამავიწყდა რომ ერთი კათხალუდი არ არსებობს, ლუდი არსებობს 2 კათხა ან მეტი.
დავაბუთქნოთ. აი, აქ არის ყველაზე კრიტიკული მომენტი. აქ თუ არ აგიქაფთა, მე აღარ აგიქაფთება. ეგა. აი, ასე რა ლამაზად დავასხე, აი ზუსტად. მაგარია რა. სახელოსნოს ლუდი ასწორებს. აქ იყავი შენ. მოდი, გავსინჯოთ მექსიკური ალბათ ცხარე უნდა იყოს. რა ძალიან აქ დაფარებული, ეთქვა ჟურნალს ხოლმე და ერთი ზომით პატარა სახურავებს კიდულობენ. ძალიან დაეფაროს და არ გამოჟონოს. სხვათა შორის წინა ვიდეო ხო მიბურიტოს ვიდეო ხო გქონდა წინა. მიბურიტო მომწერა TikTok-ზე. რო ნახეს ტიპი რომელმაც ისე და რევიუა რაღაცა, რომ არც საჭმელი გაუგზავნეს და არც ფული გაუხადა, სამ გაუკვირდა თავად. რავი, ადრე ეგრე არ იყო და ეხლა ძალიან შეცვლილია ყველაფერი. ისე არის შეცვლილი ყველაფერი, რომ რესტორნებს უკვირთ. გავკრულო მომწეროს, რომ ძალიან დიდი მადლობა. მეთქი რავი. რავი, კაია. მექსიკური. ცხარე არის. აუ ბიჭო, კაია. ფარში აქვს ზევიდან, ქვეიდან მაკარონი, ჰალაპენიოებიც ადევს. მაგალითად ჰალაპენიოები აქვს. რაღაცა განსხვავებული სოუსი აქვს, რაღაც ჩილი, მწარე. მექსიკური ხასიათები ნახდად აქვს. მაკარონი აქვს ერთი და იგივე. და სოუსებით და ტოპინგებით განსხვავდება რა. მაკარონი იმდენად უნიკალური აქვს, ეს ყველიანი მაკარონი, რომ ყველაფერს უხდება რა. იდეალური კუსოკი. ჰალაპენიოც, ხორციც და მაკარონიც. აია ბიჭო. იმას ვიძახდი, რომ შეიცვალა ყველაფერი. როცა მე ამაში აქტიურად ვიყავი ჩართული და იუთუბერი ვიყავი, თუმცა არასოდეს ვაიდენტიფიცირებდი ჩემ თავს იუთუბერად, მაშინ სხვანაირად იყო რა. და რაც TikTok-ი შემოვიდა, პური ჭამაზე ვიდეოების ჩაწერა, აი იმის მერე არის სვეტში რა. ჩემი აზრით, აი ინფლუენსერებო თქვენ თავს ეგ არ უნდა აკადროთ რა. ვიღაცა რო გეუბნება, რომ შაურმას გამოგიზავნე და ვიდეო გადაიღეო. ეს ვიდეოს გადაღება ხო შენი შრომა არის. ნუ გასაგებია ეხა რომ მე ამას არ უნდა ვიძახდე, იმიტომ რომ მე ვამბობ ჩემი ჰობია თქო და მართლა არის ჩემი ჰობი. ვიღაცა რო გეუბნება, რომ შაურმას გამოგიზავნე 14 ლარიანსო და ვიდეო გადაიღე და დადეო. არ გეზარება 14 ლარიანი შაურმის გამო ვიდეოს გადაღება დადება ჯერ ერთი და მეორეც ერთი კიდე იმას ამნე ბენეფიტს რო აძლევ რომ 10,000-ობის ნახვა აქვს შენ ვიდეოს. ამდენი ხანი უნდა იდოს და ამ ყველაფერს ერთი შაურმის გამო რო ვაკეთებ. ანუ 4 შაურმის გამო რა მნიშვნელობა აქვს? არასწორად იქცევი. ცოტა მეტი უნდა მოითხოვო. 14 შაურმა. რაც შეეხება ჩემს თავს, მაგას იმიტომ არ ვიძახი, რომ სპონსორები თუ ვიღაცები მოვიზოდო, მე ნუ მომწერთ. არც საჭმლის გამოგზავნა მინდა, არც ფული არ მინდა. ეს უბრალოდ ჩემი ჰობია და სპონსორებული ვიდეო არ მქონია. გაგვიმარჯოს. აია. მოკლედ ეს კაია. ვისაც ხარია რა და ნიურის გემო არა აქვს რაც მთავარია იმ ქათამს ძალიან ბევრი ნიური ქონდა აი უნდა შეგახედო შიგნით აი შეხედე ლამაზია რა აშკარად გემრიელია გემრიელად გამოიყურება რა კარგი რამეა როცა ამ იმ ტიპმა მომწერა ადრე იყო ეს რა ამის დამფუძნებელი იყო ალბათ ან მარკეტინგში კი არ ვიცი მან მითხრა რომ აი ძალიან მაგარი პროდუქტი გვაქვს რაღაც ეგეთი დიალოგი შედგა ჩვენ შორის რა და ეგრე ვიძახი ხოლმე რომ მეთქი კი გავსენჯა ოცილად როდესაც მოვალ თქვენა და მე თვითონ გამოვიძახებ რა არ მინდა პურის ჭამაზე ვიდეო შეწერა არ მინდა ხლობა. ეს იყო რავი რაღაც 5-6 თვის წინ შეიძლება 1 წლის წინაც რა ეს ბაზარი არ მახსოვს. ხოდა მეთქი რავი მოვალ თქო მე თვითონ რა და იმ ტიპმა მითხრა რომ რავი იმდენი შრომა და უბედურება გვიდოს მაგაშიო რომ რავი გემრიელი თუ არ არის გემრიელი თუ არ არის მაგის ზედაც ვატირეო და რავი ძმაო მართლა კარგი რაღაც გამოგსულიათ და ყოჩახ თქვენ გემრიელია ძალიან აი ეს კონკრეტული მექსიკური მაკი ღირს 20 ლარი. ცოტათი ძვირია. ზუსტად იგივე რაც ყველაფერზე ვთქვი, დაგანაყრებს, იმიტომ რომ ესეთი ინგრედიენტებისგან შედგება რომელიც ანაყრებს. მაგრამ ალბათ გააძვირა იმან რა, ეს საქონლის ხორცის ფარში რო აქცევენ აი მაგან. საქონლის თუ ღურის ან შერეული, არ ვიცი. ჩემი აზრით 20 ლარი ცოტა ბევრია. ამას დაუწერდი 9 ქულასაც. მაგრამ ფასის ამბავში 8-ს დაუწერ. 1-2-3 ლარით ნაკლები რო გერებულიყო დაუწერდი 9 ქულას. მაგრამ 8. ეს მაგარია. და ახლა კი ყველაზე საინტერესო
ერთი საინტერესოა კუბდარ სენდვიჩი რას ნიშნავს რა? რა კუბდარი ბიჭო? სულელიჩ, რა კუბდარი რა, კუბურად წერია. კუბდარი არა. აх, ჩემი დამცინეთ ღირსი ვარ. რო ვიძახებდი მეთქი რა კუბდარი სენდვიჩი რა არის, მაკენჩიზი და კუბდარი რა ჟუაშია. კუბურად ეწერა და მე კუბდარი წავიკითხე. ალბათ არ ვსწავლობდი სკოლაში კარგად წერა კითხვას და თან ბოლოში შემოვინახე რომ მეთქი ეს კუბდარი რა არის თქო, აი შეუბედურო. დაძენძილი ხორცის სენდვიჩია. შეხედე? ოღონდ დამეთანხმებით რომ ცოტა ხორცი დევს შიგნით ძალიან. ფაქტიურად ხორცი პურებზე უსვია. პომიდორი ყველი, ხორცი, სალათის ფურცელი, პური, 2 ცალი პური. შუაზე ხო არ გამეგლიჯნა. კი ბატონო. შენ დაუტირე იმენა. კარგი. კუბდარა დამიძახეთ. აი იმ ყველაფრის მე რაც მე გავსინჯე. აი ეს საცოდაობა არ გიკადრებათ რა. ხორცი არ დევს წესიერად, ყველი არ დევს წესიერად, ამდენი პური აქვს. აი ეს არ გიკადრებათ რა. არა. იცი რა მაინტერესებს? თუ მაკენჩიზის ვინმე წარმომადგენელი ამ ვიდეოს უყურებს. შეფარდებით თქვენს გემრიელ პროდუქტებთან. ეს რამდენი იყიდებ? იმის მე რამდენადი. ანუ 100 გაყიდულ ნებისმიერ სხვა პროდუქტზე. ეს რამდენი მოდის? ალბათ 1, ეგეც შეცდომაში შესული მოხმარებელი. ამას ვინც ახლა გასინჯავს, მეორე დაშეჭამს. და თუ მიყურავს მაკენჩიზის წარმომადგენლობა, მითხარით თუ არის ვიღაცა ესეთი მოხმარებელი, რომელიც ამის საჭმელად დადის თქვენთან, ან კიდე ამას ბევრჯერ ეძახებს. აი ეს არის ნონსენსი. ეს რა არის ბიჭო? ეგეთი რაღაცების კეთება შეგიძლიათ და ეს ვაფშე ამოიღეთ მინდა, ეს რა არის ჩემ? ეს არის აბსოლუტურად შეუსაბამო ინგრედიენტები ჩემი აზრით. სალათის ფურცელი, პომიდორი და ეს დაძენძილი ხორცი და ყველი ერთმანეთთან მე მგონი შუაში არ არის რა. ამას ისევ მაკარონი რო ქონოდა, ან კიდე მარტო დაძენძილი ხორცი და ყველი მარტო და ჩისტეიკის პონჩი ყოფილიყო აი ესე, ან რაღაცა მსგავსი. სულ სხვა საქმე იქნებოდა. ეხა აი კაროჩე რა. თუ გინდა გავაკეთებ ეხა და ვიცადოთ. პროსტა ამ ტიტყნაობას ამოვჭრი, იმიტომ რომ არ გესიამოვნებათ. ნახე მარტო ხორცი და ყველი. პომიდორი და სალათის ფურცელი ამოვიღეთ. ეს პური ეს მოვგრიხეთ. მაინც არ შეშოლა არაფერი. შევ აი ხალხს რომელსაც აი ესეთი რეპის კეთება შეგიძლიათ, აი ამას შეხედე, აი ესეთი გემრიელი რეპის კეთება შეგიძლიათ. მაგარია. რომელსაც შეგიძლიათ ესენი აკეთოთ. აი ეს აკეთოთ, ეს ხო ვაფშე გენიოსი იყო და მე კიდე არ შევჭამე. აი შეხედე. გაცივდა და აღარ გამოიყურება პრეზენტაბელურად. მას უზგემელია. ვისაც ამების კეთება შეუძლია. აი ეს რატო აქვს მენიუში, აი ეს რატო აქვს მენიუში? გირჩევთ. ეს მე უნდა გადავაგდეთ. ნუ აბრაზად მოხმარებელს აიმით, იმიტომ რომ იმდენად ნეგატიური შაბეჭდილება და რჩება თქვენზე, რომ ამებს აღარ გასინჯავს. ეს თქვენთვის ცუდია. ჯობია რაც კარგად გამოგდით, მარტო ეგენი გაასინჯოთ. რაც თქვენი საქმე არ არის, იმას დავიდაარნებოთ. მოდი, დავივიწყოთ რომ ეს სენდვიჩი საერთოდ არსებობდა. ესე დავაფაროთ. ამას დაჟე 10 სეკუნდის ისეთი გემრიელია რა. იმ სენდვიჩს ვაფშე არ შევაფასებ, არ გეწყინოთ. ნუ თუ შევაფასებ, მივცემ 1-ს ან 0-ს. ეს არის ნონსენსი. თან მით უმეტეს თამასა რომელიც აქ უკვე იდო ის სენდვიჩი. თან ხან კუბდარი მეგონა, ხან კუბა. მაკენჩიზი საბოლოო ჯამში იყო ძალიან გემრიელი. ერთ შეცდომას თუ აპატიებთ.
იყო ძალიან გემრიელი, მაგრამ საერთო შეფასებაში რა თქმა უნდა ისიც უნდა გავითვალისწინოთ ის უბედურება. მოკლედ საბოლოო ჯამში ყველაფრის გათვალისწინებით მაკენჩის 8 ქულა ნამდვილად გემრიელია, ვისაც არ გაგიცინჯიათ კასასინჯია, ჩემი აზრით. ნუ ყოველ შემთხვევაში მე კარგი რაღაცები მომიტანეს რა. ოღონდ ის არ ჭამოთ ბიჭო, ვაფშე სენდვიჩი არ ჭამოთ მან რა. აი ჭამე მარტო მაკენჩიზები და რეპიც კაი იყო, ხა სხვები როგორებია არ ვიცი რა. არხი გამოიწერე ეს თქმა, სულ მოვიწყება და ეხაც დამოვიწყდა რა თქმა უნდა, გამოიწერე ჩემი არხი და ლაიქე ვიდეო. ეს იყო შენი მაქსიკო ლექსიკო, კარგად იყო. რა არ გინდა ბიჭო, ლუძე რა სიძახი.